დაიწყო კი არა გრძელდება და სუსის ეს განცხადებაც ადასტურებს რომ გრძელდება კუდიანებზე ნადირობა, დანდობა არ იქნება, ამასაც ადასტურებს კლანი პირველი მეორე კლანს დაუპირისპირდა და სამკვდროდ დაუპირისპირდა. მეთქი ასე ვიტყვი ირაკლი გობახიძემ, რას საკვირველია ირაკლი გობახიძემ მიიღო ნებართვა ივანიშვილისაგან, პერსონალურად ივანიშვილისაგან და წინამორბედისა თუ კონკურენტის, თუმცა ის რაღა კონკურენტი იყო, მაგრამ მაინც ირაკლი ღარიბაშვილის სრული განადგურება გადაწყვიტა, სრული განადგურება, ეს მხოლოდ დასაწყისია მეთქი ვთქვი, ფაქტია რომ დასაწყისია და სუსი პროკურატურა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ბევრ უახლოეს ხანებში კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებენ ჩვენ შეგვიძლია მართლა შეგვიძლია ვუყუროთ სეირს და უნდა ვუყუროთ კიდეც მათ შორის სეირს თანმხლები პროცესებით ხვალზეგ გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ უკვე ღიად ოცნების ის წევრები რომლებიც დღესაც კი იცავენ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილსაც რასაკვირველია პირველები იქნებიან ვინც მათ წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებს გასწირავს და ასე მოინდომებენ ასე ეცნებიან ისინი აი დღეს ირაკლი ღარიბაშვილის დღესაც კი ირაკლი ღარიბაშვილის მცველნი ასე მოინდომებენ ჩარჩენას ბიზნეს ქვეშეთში ღარიბაშვილსაც უნდა და დარჩენა ბიზნა ივანიშვილთან არ გამოუვიდა ასე უნდა ვთქვა საწყალს მე კი ამ სეირში ჩემს დღევანდელ ედიტორიალს დავიწყებ შეძახილით, განვაგრძობ შეძახილით, არ აგარევინებთ. გეხსომებათ, არც თუ დიდი ხნის წინ, სწორედ ამას ამბობდა კი არა ასე მოგმართავდა იმხანად დე იურე, ახლა კი დე ფაქტო ხელისუფლება მისი ლამის ყველა, უკლებლივ ყველა წევრი და მათ შორის იყო იმჟამინდელი მთავარი პირი, ორგზის პრემიერი თავდასხმის მინისტრი აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრი აგრეთვე ირაკლი ღარიბაშვილი აი ხვალზე გბორკილ დადებული რომ შეიძლება იყოს ის აი ის პირი რომელსაც ციხეში მაღალი ალბათობით თუ გამოიჭირეს სასაკურე თუ არ გაუშვეს თუ არ არის გაშვებული ხო ადურთინებენ თავს დიახ მათ შორის იყო ღარიბას რომ უძახი უწოდებენ ის კაცი რომელიც პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს კლანებს ქმნიდა და იცით რომ კახერების კლანი არსებობდა და არსებობს სახელმწიფო ბორტით შვილს ამერიკაში აფრენ გადააფრენ და ერთი ხანობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე ხანობა თავდაცვას და მესამე ხანობა და სულ ანუ მისი დღე და მოსწრება ქვეყანას მის ინტერესებს ხელში ხო მზაფრად ჟღერს ხელში უსვამდა სამართებელს და ავცელებინებდა კიდეც ანტიდასავლურ ანუ რუსულ ანუ ანტიქართულ გზავნილებს ანტისახელმწიფოებრივ გზავნილებს თავადაც ქმნიდა ტროლბოტების სისტემებს რას არ სჩადიოდა რას არ შვებოდა ჩამჩით ასე უნდა ვთქვა მომიტევეთ რას არ ჭამდა რას არ მიირთმევდა არ აგარევინებთ პირზე ეკერა ცხვებსაც თავადაც ცოდვა დადებულებს აი მათ ვინც ღარიბაშვილს დღეს ემიჯნება ან ხვალ გაემიჯნება და ვისაც საქართველოში მეტი რუსეთის შემოხავდა და შემოხავს კიდეც აი დღეის მდგომარეობითაც არ აგარევინებთ ამას ამბობდა ბევრი ოკუპანტი გავრილოვის შემომხვანებიც ამბობდნენ ამას და გავრილოვის ღამის მომწყობნიც მეტწილად კორუმპირებულებს წასცდებოდათ ხოლმე ეს დეპუტატებს მინისტრებს და კიდევ მერს დედაქალაქისა გადაფსკვნილს პუტინის მშობლიური ბანდიტსკი პეტერბურგთანაც და პატრუშევის ბანდიტსკი მოსკოვთანაც და კადიროვის ბანდიტსკი გროზნოსთანაც აგრეთვე დახელფასებულ ექსპერტებს წასცდებოდათ არ აგარევინებთ ხვიროდნენ ჟურნალისტებად წოდებულებს წასცდებოდათ არ აგარევინებთ ხვებოდნენ თუ ამბობდნენ ელიტებს წითელ არა ბიზნესფერ ელიტებს რომლებიც ამ ყველაფერს აპრავებდნენ და ამათ ვინჩივის არ აგარევინებთ ამ ორ სიტყვას ამბობდა და ალბათ დღესაც ამბობს მეორე რუსი ალბათ კი არა ნამდვილად ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური მტერი ირაკლი კობახიძე მესამე რუსი შალვა პაპუაშვილი მეოთხე რუსი მამუკა მდინარაძე მეხუთე რუსი თეაწულუკინა ასე შემდეგ უკლებლივ ყველა ვისაც არევა ანუ რეალურად დალაგება მხოლოდ იმიტომ არ უნდოდა და არ უნდა რომ მათ ეგრეთ წოდებულ პალაჟენიეს არ შეჰქმნოდა და არ შეექმნას საფრთხე არ აგარევინებთ იყო დრო ამას ამბობდა
ამას ამბობდა თვით ოლიგარქიც, რომელიც ვერ გარკვეულა იანუკოვიჩია თუ ლუკაშენკა. იანუკოვიჩსა და ლუკაშენკას შორის არის გაჩხერილი და რომელსაც ჩემი აზრით ბოლო დროის რომელიმე დიქტატორს და ახლა მე ერთ ფოტოს გაჩვენებთ ერთ-ერთი დიქტატორისაკი, მოდი შევცოტა პაუზა გვექნება, ხო? მოდი შევიხდი. გიბოდი შევცხადია. აი დიქტატორის მაგალითად მილოშევიჩის ბედი ბოდიში და ეჭყანება. აი ამ კაცისა რომელსაც ცდილობდა რომ არ აერიათ, მაგრამ აურიეს. დიახ, არ არის აუცილებლობის თაობაზე მინიმუმ ფიქრობდა ამ კოზანოსტრა ბანდის შემქმნელი პირი, ხო, ბიზინა ივანიშვილი, სახელმწიფო გადატრიალების მთავარ ავტორი. სახელმწიფო გადატრიალება მოხდა გასული წლის 26 ოქტომბერსა და 28 ნოემბერს დამფუძნებელი მამა, ანუ აბასტუმრის უღრანებში იმხანადაც გამაგრებული კაცი, რომლის გარეშეც თითოეულ თქმელს, ღარიბაშვილს, კობახიძეს, წულუკიანის მნიშვნელობა არ აქვს, ვისზე ვიტყვით, ხო, თითოეულ მათგანს მართლაც ჩალის ფასი ექნებოდა და მათ ძალაუფლების კვერცხსაც არავინ აღირსებდა, რასაკვირველია, არც არასოდეს, არადა უპირველესად სწორედ ოლიგარქმა ისე არის არია და დარია ქვეყანა, რომ როცა იქნება დალაგება ფრიად გაჭირდება ნებისმიერი მომავალ ხელისუფლებას, ნებისმიერს გაუჭირდება დალაგება, გაჭირდება, იმიტომ რომ მისი ივანიშვილის წყალობით ძალის ხმებით და მეოხებით რუსული FSB თქვენს ქვეყანაში პრაქტიკულად სრულადაა ინფილტრირებული. ყველა სახელმწიფო უწყება ინსტიტუციაში, ბიზნესში, საზოგადოებაში და ამ FSB-მ თავადაც ყველაფერი გააკეთა და მასსაც გააკეთებინა, რომ ყოფილიყავით ოდენ ტერიტორია, ჩვენ ახლა ტერიტორია ვართ რეალურად უკანა ეზო რუსეთისა, რომელშიც ისინი, ანუ რუსეთის მოქალაქეები ჭამენ, იზისკანნაია გრუზინსკაია ვინოს სვამენ, ხეთკავენ, მერე უბორნიაში, ბოდიშის გარეშე დადიან და კიდევ მერე ამბობენ, фу, какая мразь это ваша страна. გრუზიად გარდაქმნა ბიზინა ივანიშვილმა ჩვენი საქართველო ხო და იმას ვამბობ რომ ივანიშვილის აღმახნულის კახელების აღმახნული ქართველებმა დაღმაფარცხეს ხო ივანიშვილის აღმახნულის ჩამოფარცხვა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და დამატებით გაჭირდება იმიტომაც რომ სწორედ ივანიშვილმა მიათრია საზოგადოება სამოქალაქო ხაზგასმით ვამბობ ამას სამოქალაქო ომს სიტყვა ომს შეგნებულად არ ვიხმარ სიძულვილამდე როცა ერთნი სხვათა მოსპობის გარდა გზას ვერ ხედავენ საკუთარი გადარჩენისათვის როცა სივრცე სამოქალაქო თანხმობისათვის რომელიც აუცილებელია ხო ცეცხლწაკიდებულია ეს სივრცე აღარ არსებობს ასე ვიტყვი არ არსებობს სკრულია ჩვენ შორის და ესეც არის ნეჩტარასი ანუ რუსული ოცნება რომელიც აქ ბიზინა ივანიშვილმა უკვე შეასრულა მავრმა თავისი რუსეთის ოცნება ასრულა თავისი მისია უკვე შეასრულა მოგესალმებით დაგვიანებით ასაკვირველია დაგვიანებით გიბოდიშებთ რომ დაგვიანებით აღმართების ავლა პრობლემათა ღირსეული დაძლევა მისურვებია თქვენთვის და ჩვენ რასაკვირველია დავძლებთ ამ პრობლემებს კიდევ ბევრჯერ შევერკინებით ან ცოტაჯერ ან ბევრჯერ ბიზინა ივანიშვილს და ადრე იქნება თუ გვიან დავამარცხებთ კიდევ ერთხელ გამარჯობა მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი 35 წელია გასული მას შემდეგ რაც ამ პროცესში ვარ ჟურნალისტიკაში მეთქი უნდა წამომცდენოდა მაგრამ ასე არ ვიტყვი შეგნებლად და განვარტავ რატომ მე ვიცნობდი პრაქტიკულად ყველას თუ არა ბევრს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟიდან ზვიად გამსახურდია ზუზენაის საბჭოს წევრებს გადატრიალების მომწყობებს და ასე შემდეგ 90-იან წლებში 2000-იან წლებში ვურთიერთობდი მათთან ინტერვიუებს ვიღებდი და როგორც ჟურნალისტი კვლავ ვიმეორებ ვურთიერთობდი ყველასთან ვინც გახსენდებათ აი ეს ერთი თვალის მიმოვლებით 90-იან წლებიდან მაგრამ რა კიტოვანი ხალხო რა იოსელიანი რა გიორგაძე ხო არ შეიძლება მას მისტიროდე ხო რა საკვირველი არა რა თარგამაძე კახა რა აბაშიძე ასლანი რა რომელიმე მიშას დროიდან ჩემო ზვირფასო მსმენელ მაყურებელო ის რაც დღეს ხდება რაც ხდება დღეს ბევრად უარესია იმაზე რაც ხსენებული პირების მმართველობის დროს ხდებოდა იმიტომ რომ ჩვენ სრული დესაქართლოიზაციის პროცესში ვართ ჩვენ დექვეყნიზაციის
დესუვერენიზაციის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დესაქართლოიზაციის საშინელ პროცესში მორევში ვართ, მეთქი ამას ვიტყვი და ყველაფრის შემოქმედი, ყველაფრის ავტორი, მთავარ ავტორი არის სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილი და რა მნიშვნელობა აქვს, რა არის ამის საფუძველი, თუ მთავარ მიზეზი, თუ მიზეზი, თუ საბაბი ის რომ რუსეთმა გამოაგზავნა, თუ ის რომ შამანმა ვინმემ გაჭყიპა რაღაც ნაყენებით, ის რომ თავი განუმეორებელი მათუსალა მარადიული მათუსალა ჰგონია, თუ ის რომ შესაძლოთ შერაცხადის სულაც არ არის, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ჩვენგანი რომელ ამ ვერსია აზრს ემხრობა თუ იზიარებს, დიახ, ყველაფერი რაც ვახსენე მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ინფორმაცია თუ ანალიზი მის, ანუ ბიძინა ივანიშვილის შესახებ წაგვეხმარება და ოდენ მის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სულ რომ ვერაფერი დავამტკიცოთ, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რომ გაცამტვერდეს ყველა ვერსია, ეს საბოლოოდ არც არაფერს ცვლის. ფაქტად რჩება ივანიშვილის ეპოქა 10 წელზე მეტია, ხო 13-14 წელია ის აქ არის ამ ქვეყანაში, ხო ივანიშვილის ეპოქაში საქართველო უაღრესად დასუსტებულია და დაინგრა, დანგრეულია უპირველესად იმიტომ, რომ spirit, აი ვისაც ინგლისური ესმის და ვინც ინგლისური ისმის სული, მოდი ესე ვთარგმნოთ, სულის კვეთება, ესე ვთარგმნოთ, ქვეყნისა ბიძინა ივანიშვილმა ამოშანთულია. და ეს სულაც არ არის, აი ჩემის წიაღსვლა პოეტური, ხო ან რომანტიკული, ან პოეტიკა არ არის, ან რომანტიკა არა, ყველა ქვეყანას აქვს მხოლოდ მისთვის თავისი სული, მისთვის მახასიათებელი სული და სულის კვეთება და დღეის მდგომარეობით საქართველოს სულის კვეთება ეთანადება, ემთხვევა რუსეთის მარადიული მტრის სულის კვეთებას, ანუ საქართველო ივანიშვილის ხელში, მარჯვენაში თუ მარცხენაში რუსეთული ქვეყანა ხდება ფილოსოფიურად, ლინგვისტურადაც კი ბოდავო მეტყვით, ქართულად ვსაუბრობთო, შენც ქართულად საუბრობო, მე მეტყვით, წერთო და ლინგვისტიკა, ლინგვა ენას ნიშნავსო და ასეცაა, მაგრამ მე ვსაუბრობ სააზროვნო სივრცეებზე, კატეგორიებზე, როგორც ასეთზე მე ვსაუბრობ, არა იმაზე, რა ენაზე იწერება, რამ, არამედ იმაზე, რაც იწერება, რა არის. ესაა დამოუკიდებელი საქართველოს თუნდაც შეცდომებით გაჯერებული ისტორია, თუ ესაა რუსეთის წანაზარდი წარმონაქმნის და ჩვენ წანაზარდი წარმონაქმნი ვართ, უბრალოდ ივანიშვილია წანაზარდი რუსეთისა წარმონაქმნის ისტორია დაწერილი თუნდაც ქართულ ენაზე. რაღაი ვიბრძვით. გამოდის რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ეს თავი ჯერ არ დახურულა, რაღაცი არ დახურულა, გამოდის რომ გამარჯვების შანსი კიდევ გვაქვს და გავიმარჯვებთ კიდეც. მე ვალდებული ვარ ვისაუბრო ბოლო დროის ამბებს, რასაკვირველია. მაგალითად, ყველაზე აქტუალურ საკითხზე ხსენებული ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის წინააღმდეგ არანაკლები რუსის კობახიძის ლაშქრობაზე და ამაზე ვისაუბრებ. რასაკვირველია ვისაუბრებ კიდეც დღეს. და სამწუხაროდ გვერდზე მომრჩება, გადავდებ არანაკლებ საინტერესო თემებს, განათლების მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე მესამე რუსის პაპუაშვილის განცხადებებია საინტერესო ევროპის წინააღმდეგ, ის რომ პრაქტიკულად პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ არაერთი ამბავია, რომლებიც საინტერესოა, რომლებიც ცხადია ჩვენ ყველას გვაინტერესებს, მაგრამ მათზე სხვა დროს თუ დაგვრჩება, თუ იქნება ეს დრო, იმიტომ რომ ესენი ხო სიურპრიზზე გვახვედრებენ, ახლა კი სწორედ ღარიბაშვილის თემა და ნება უნდა მომცეთ თავდაპირველად გაგაცნოთ ჩემი, ასე უნდა თქვა, ზოგადი დამოკიდებულებანი ძირითად საკითხებზე და ეს ზოგადი დამოკიდებულებანი უნდა დავიწყო, ასე ამ სიტყვით უნდა დავიწყო კახელებო, ქართლელებო, გურულებო, იმერლებო, რაჭველებო, კიდევ ვინ აჭარლებო, მეგრელებო, რასაკვირველია, სვანებო, რომ მოვინდომო კიდევ რასაკვირველია, ჩამოვასახელებს საქართველოს კუთხეებს და ამ კუთხეების შვილებს, ადრესატებს. ყველას მოგმართავთ. ასევე ცხადია არ დამავიწყდება ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები, ქისტები, აფხაზები, რასაკვირველია, 240 ოჯახია 90-იანი წლებიდან ამდენადაც მახსოვს გადმოსული დანარჩენ საქართველოში ოსები, რომლებიც ბევრი არიან და ასე შემდეგ, მოკლედ არავინ გამოგრჩება საქართველოელებო მეთქი, ასე ჯობს ალბათ, ღიად და ძიმე სიტყვით უნდა მოგმართოთ ახლა, კვდება თქვენი ანუ ჩვენი ქვეყანა და ეს გარდაუვალია თუ რუსი და არა პრორუსი, არამედ სწორედაც რომ რუსი
ივანიშვილი და მისი ხუნტა იქნება ამ ქვეყნის თქვენი და ჩვენი ქვეყნის მართლობაში თუ ის დიდხანს იქნება მით უფრო და თუ ცოტა ხანს იქნება თუნდაც თუ ცოტა ხანს დარჩება ასევე აგრეთვე მაინც მოკვდება იმ შემთხვევაშიც კი თუ ცოტა ხანს გაჩერდება ცოტა მაინც და მაინც ხვალ ვერ გავუშვებთ მაგრამ გარკვეული მისი დღე გარკვეული დღეები სულ უფრო და დიდ უფსკრულში ჩეხავს დიახ ბიზნეს და ბიზნიადი ზალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ჩვენ გველის გარდაუვალი სახელმწიფოებრივი აი ის რაც იყო ჩვენი ოცნება ჩვენი წინაპრების ოცნება ხო 1907 წელს მოკლავენ ილიას და 1918 წელს ის ვერ მოესწრება ის დამფუძნებელი მამა არა საკვირველია მაგრამ მაინც ილია ვერ მოესწრო და მოუკიდებელ საქართველოს და ბევრი ჩვენი წინაპრის ოცნება იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა და ეს სახელმწიფოებრივი სიკვდილი არის გარდაუვალი ივანიშვილის ხელში და ესაა დასკვნა რომელიც ღიად უნდა მეთქიად უნდა ვთქვათ და რაღაცია თავარიც უნდა დავამატო თავარიც უნდა ვთქვა თავარი კი აი ესაა თავარი კი ესაა თუ გახსოვთ 5 წლის წუთის წინ მე ვთქვი ჟურნალისტი ვარ მეთქი ასე არ ვთქვი და მე როგორ გითხრათ ახლა და შევცდი მე არ ვარ მე ჟურნალისტი არც მიმომხილველი ვარ არც სპიკერი ვარ არც ნაციონალი ვარ პოლიტიკური კუთვნილება, პარტიული კუთვნილება თუ მაინც და მაინც მნიშვნელობა არც ლელოელი, არც პირობითად დროელი, არანაირი პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ, რასაკვირველია, მაშინ ვინ ხარო, იკითხავთ თქვენ და მე გეტყვით რომ მოქალაქე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც დღესაც აქვს ტრიბუნა და ხვალ შეიძლება ეს ტრიბუნა სულაც აღარ მქონდეს ჩემზე ღირსეულებმა და იკავონ ეს ადგილის, რაც ახლა ვარ. მაგრამ ვიდრე მაქვს მას ტრიბუნას მე ვიყენებ რომ ჩემი სუბიექტური, მაგრამ ობიექტურობისაგან არ დაცლილი აზრები გაგიზიაროთ. სწორედ როგორც მოქალაქემ, რომელსაც ლამის ყველამ და ამათმა უფრო ყველაზე მეტად წაართვეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ძვირფასი პროფესია, ჟურნალისტის პროფესია და ბევრის ჩემზე მაგრების არ იყოს ერთ რიგით, ნახეთ როგორი სიტყვა მოვიფიქრო ახლა, ერთ რიგით მე ციხოვნე დაქციეს თავისუფლებისა და ქვეყნისა. დიახ, ჩვენ უკლებლივ ყველანი ახლა ვართ არა მხოლოდ საკუთარივე პროფესიებით შემოსილი პირები, არამედ უპირველესად გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ, ვართ მოქალაქენი ხშირად პროფესია დაკარგული მეციხოვნე გუშაგები, ცველები ამ ჩვენი ქვეყნისა და ასეთები უნდა იყვნენ ისინიც კი, ვინც დღის განმავლობაში საკუთარ პროფესიაში აფთელი დღე გავიდა, საათი მიხვა, წუთი, მაგრამ საკუთარ პროფესიაში დარჩენ ადამიანები პროფესიის მიხედვით საქმიანობენ, მაგრამ ასეთებად ისინი უნდა იქცნენ, ანუ გარდაიქმნან, სულ უნდა იყვნენ პირველ ყოვლისა მოქალაქეები. მაგალითად, ჩემი აზრით, ასეთები უნდა იყვნენ ჰიპოკრატეს ფიცს დადებული ექიმები, ისინი ვალდებულნი, რასაკვირველია. ვალდებულნი არიან უმკურნალონ პაციენტებს, მაგრამ უკვე შემდგომ უნდა შეხვირონ ჩემი აზრით პირობითად ასე საქართველოს მტერი არის რუსეთი. პროფესორ მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ, მაგრამ უნდა შესძახონ, ივანიშვილი არის რუსეთის მსახური. მსახიობები უნდა გავიდნენ სცენაზე და მოდგენის ბოლოს უნდა თქვან თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის მძევლებს. ეს უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. არ შემშლია. აბსოლუტურად შეგნებულად გააზრებულად ვამბობ ამ სიტყვას მძევალი, რადგან არ გამოვრიცხავ რომ როცა იქნება ივანიშვილს მოსთხოვონ სწორედ მძევლების და არა პატიმრების, აი ამ დეფინიციით მძევლების და არა პატიმრების განთავისუფლება. მუსიკოსებმაც უნდა თქვან ეს, წერალ პოეტებმა უნდა შესძახონ, დასძინონ, გაუმარჯოს ვიადრატიან სპორტსმენებმა და ყველაფერი პოლიტიკაა სპორტსმენებმაც და 1000 სხვა პროფესიის ადამიანმა მოქალაქემ უნდა იყიროს საქართველო არ დაბრუნდება რუსეთში. არ დაბრუნდება მეწაღეს სადღაც ბუტკაში ეგრეთ წოდებულში ივანიშვილის ანეკდოტი გამახსენდა ხო? რომ ვერ გაგვეცინა ვერცერს მასაც კი უკრაინის დროშა უნდა ეკიდოს მეწაღეს ხოლო ბიზნესმენს კაბინეტში საქართველოსი კომპანიას ევროკავშირისა მე ვუტრირებ მაგრამ მაინც მე სულის კვეთებას გადმოგცემთ ახლა ხოლო მათი ხელმძღვანელი ანუ კომპანიის ხელმძღვანელი თათბირს უნდა ატარებდეს და უნდა ამბობდეს არ დათმოთ თანამშრომლებო არ დათმოთ ეს ქვეყანა არ დათმოთ არა
არა მხოლოდ რუსებს არ უნდა დაუთმოთ, არამედ აქაურ უვიცებსაც, აქაურ რუსებსაც არასდიდებით არ უნდა დაუთმოთ. არის თუ არა ეს პოლიტიკა აბოდიში და ფეხებზე მკიდია, რა სიტყვის ამ კითხვის პასუხად ვინმე გამოკოცებული twin აი ამ რუსული პროპაგანდის შედეგად twin არეცხილი, ანუ რუსი. მე გეტყვით ჩემსას, ხო, პოლიტიკურ პროცესში ვართ უკლებლივ ყველანი, რა საკვირველია. და ფართო გაგებით ეს სწორედაც რომ პოლიტიკაა და არ მეთაკილება ამ სიტყვის თქმა და ფეხბურთელი იქნება თუ მორაგბე პოლიტიკურ პროცესში უნდა იყოს მით უფრო ახლა, როცა მამული სამშობლო სახელმწიფო თუ ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარე, ასეთ მძიმე პროცესშია. ქრისტიანმა ღვთისმსახურმა და ხო, რა საკვირველია ქრისტიანმა ღვთისმსახურმა ღმერთზე უნდა ისაუბროს ქრისტეზე, მუსლიმმა მუჰამედზე უნდა ისაუბროს, სხვებმა სხვაზე და ორივემ თუ სამივემ თუ ხუთივემ თუ შვიდივემ უნდა თქვას ხორცი ჩემი თქვენთვის მომიგდია საჯიგნად ბოლშევიკებო, ასე იყო თქმული მე-20 საუკუნის 20-იან წლებში და თუ ეს ასია და ეს ასეა, უბრუნდები კითხვას, ჟურნალისტი ვარ, ახლა მე თქვენს წინაშე ჟურნალისტი გამოდის კია? არა. ბატონებო, მე ვარ ფართო გაგებით პოლიტიკაში მყოფი პირი, რომელსაც უბრალოდ აქვს ვალდებულება და ტრიბუნა. და მე ვიყენებ ამ ტრიბუნას იმისათვის, რომ გითხრათ სიმართლე ამასთან არა სუბიექტური, არამედ ობიექტური სიმართლე და ასე გავაგრძელებ, ვიდრე ამის შესაძლებლობა მექნება. მომისმინეთ, ბევრი თემიდან ერთ თემაზე უნდა ვისაუბრო, ახლა კი უნდა ვისაუბრო მოკლედან. ან ასე უნდა თქვა შეძლების დაგვარად მოკლედ და ეს თემა ღარიბაშვილი ისევ და ისევ ღარიბაშვილი ღარიბაშვილი ანუ ყოფილი მაღალჩინოსნები მე მაქვს კითხვები რომლებზეც ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა გაგვცეს ყველას კვირას არ გაგვცემს ხვალ გაგვცეს ზეგ ორ შაბათს სამ შაბათს 4 შაბათს მაგრამ პასუხგასაცემია ეს კითხვები პირველი და თავარი კითხვა რაში ედებათ ბრალი აი პროკურატურის ბრიფინგი ვნახეთ სუსის ბრიფინგი ვნახეთ 7 მილიონი კეშა თქონია 3 თუ 4 პირს ხო მაგრამ რაში ედებათ ბრალი ეს ჩვენ არ ვიცით რაში ედებათ ბრალი ამ პირებს კორუფციაში თუ სახელმწიფო გადატრიალების ცდელობაში ორივე ამბავი რასაკვირველია ერთი მეორეზე უარესი დანაშაულია რასაკვირველია და მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი სიცხადე. დღეს ამ თემაზე ისაუბრა და სიუჟეტი გააკეთა ჩვენმა ჟურნალისტმა, ფორმულა ჟურნალისტმა სალომე ლაბაძემ. იმუშავა ამ თემაზე, კარგი სიუჟეტიც გააკეთა და ამ სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის სინქრონსაც მე ახლა შევოგთავაზებთ. თინა ხიდაშელი, რომელიც შიგნიდან იცნობს ამ სისტემას, მისი არც თურქცელი, მაგრამ არც მოკლე მეორე მხრივ. სინქრონი კომენტარი ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო იქნება. ისინი შეეცდებიან, რომ საზოგადოებაში გამოაგდონ სხვადასხვა ვარიანტები და დააკვირდნენ და მე რომელიც უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, საბოლოო ჯამში იმაზე დაკონცენტრირდებიან. 4 ოქტომბერთან ბმა არის მათი სურვილი, აბსოლუტური, ეს სრულიად ნათელია კობახიძის ბოლო ინტერვიუებიდან ძალიან კარგად ჩანს. არიბაშვილთან დაკავშირებით კორუფციის ბრალდება თუ იქნება, ეს რაიმე განსაკუთრებულ ვაიმედედა და გადარევას არ გამოიწევს, ძალიან დამაჯერებელი იქნება ისტორია და ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ მარტივად აქვს საქმე ლილუაშვილთან დაკავშირებით. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, განცდა მაქვს, რომ ლილუაშვილის ამბავი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბაჩაშვილის საქმესთან. საინტერესო კომენტარი ქონდა თინას და მე საერთოდაც გირჩევთ არ მახსოვს დღის განმავლობაში მოკლედ სალომე ლაბაძის ჩართვა სიუჟეტი ნახოთ და დაბეჯითებით გირჩევთ მე კი ვიკითხავ თუ ღარიბაშვილი და დილუაშვილი იგულის აკაცრავად აგულიანებდნენ და აფინანსებდნენ კიდე 4 ოქტომბრის რევოლუციას კობახიძისეული გაგებით და ამაზე მიანიშნებდა კობახიძე არც თუ დიდი ხნის წინ კი არა ერთი დღით ადრე რა გამოდის ვინ ახდენდა სახელმწიფო გადატრიალებას აი ისინი ვინც დაიჭირეთ ვისაც ხელჯოხიც არა ტარი ეჭირა დროშისა და 6 წელი რო ემუქრებათ თუ პირები რომლებიც არ დაგიჭერიათ ჯერ და რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჩვენ არ აქვს არ დაუჭერიათ და ინფორმაცია მათ შესახებ არ აქვს ივანიშვილის ერთი კლანი მეორეს აყირავებდა ესე გამოდის რატომ და დასკვნა მარტივია არა იმიტომ რასაკვირველი არა იმიტომ რომ კობახიძის კლანმა ქვეყანა ჩაჩეხა
არამედ იმიტომ რომ ღარიბაშვილის კლანი ვერ ბლატაობს ისე როგორც ბლატაობდა ვერ უნდა იბლატაოს ისე ასე არა და მაინც რას უკავშირდება ეს ბრძოლა კლანებს შორის სრულიად ნათელია არა უკეთესი და დასავლური ქვეყნის შექმნას არამედ საკუთარი ამ შემთხვევაში კობახიძის ძალაუფლების განმტკიცებას რომელსაც როგორც ჩანს უშლიდა ხელს ეს ექს-პრემიერი ბანდიტი კობახიძე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ივანიშვილის თავარნდობით აღჭურვილი პირია თავარნდობით სარგებლობს და მისგან ანუ ივანიშვილისგან სრული კარტ ბლანში აქვს მიღებული მაგრამ სულ ასე იქნება კი სულ ასე იქნება ხომ არ ახლოვდება დრო როდესაც ოლიგარქი კობახიძითაც განიხიბლება და უკვე იმჯერზე მას ჩამოაცილებს მმართველობას და ვინმე სხვა ვინც ახლა სულაც არ ჩანს კობახიძის კლანს სულ მინიმუმ კორუფციაში გაგიკვირდება და არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის კორუმპირებულობაც კი ჩვენ ვიცოდით და ვლაპარაკობთ თორე მათ არ ეჯერათ ახლა ხომ არ არის გასაკვირი აი კობახიძის კორუფციაში ხილება თქვენ გონიათ გასაკვირი იქნება მოკლედ რომ თქვა ესეც თემაა და ისიც რომ საქართველოს მომავალი არც ერთ კლანს ამ არსებულ არც ერთ კლანს მინი თუ მაქსი დაჯგუფებას კოზანოსტრას რომელმაც 28 ნოემბერს გასულ წელს მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება რას საკვირველია არ აინტერესებს ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის გაწირვა სხვა მხრივაცაა საინტერესო მოდი ვიყოთ გულახდები ოლიგარქი არც მათინდობს ვინც მასთან მიტენვას ცდილობს და ღარიბაშვილის მეუღლის ავატარ ფოტო ამის დადასტურება 4 დღით ადრე არჩენებამდე ქალბატონმა თამაზაშვილმა ეს ღარიბაშვილის მეუღლემ ეს ფოტო გამოაქვეყნა და ერთგულებას უდასტურებს ყოფილი პრემიერის პრობიზინისტური წიაღწევები ვერ აღმოჩნდა მისი ყოფილი პრემიერისა და მისი ოჯახის პრობიზინისტური წიაღწევები ვერ აღმოჩნდა მისი ინდულგენციის საფუძველი და ამ ამბავმა ისიც დაადასტურა რომ ბორია ბიზი და ივანიშვილი უბრალოდ სუსტია კადრების შერჩევაში დიახ გაგიკვირდებათ და არა მარტო სასტიკია არამედ სუსტიც არის ახლა მე ჩამოგისახელებთ არ ვიცი 10 და ახლობით 15 პირს ვინც მას მისეული გაგებით უბრალოდ არ გაუმართლა ანუ ღალატა ესენი არიან მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები მარგველაშვილი და ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე მინიმუმ 1 უსუფაშვილი შესაძლოა კუჭავაც პრემიერები კვირიკაშვილი გაახარია ღარიბაშვილის შესაძლოა ბახტაძეს თავდაცვის მინისტრები ალასანია ხიდაშელი ბურჭულაძე ჯუანშირი საპატიმროშია საერთოდ საგარეო მინისტრები მინიმუმ 2 სვიტყვი ფანჯიკიძე და ჯანელიძე შესაძლოა სხვებიც და ზოგი მათგანი აქტიურ პოლიტიკაშია მათგან ზოგი აქტიურ პოლიტიკაშია და ზოგიც ისე ჩუმად და წყნარად დაიარება გაგიკვირდება კაც მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას ივანიშვილი უბრალოდ ან სუსტია კადრების შერჩევაში ხა იქ ბაჩიაშვილის ქართულ ჯგუფში ყოფნა არ გამახსენებინოთ ან იქნებ უნდოა აი ეს ხო საინტერესო კითხვა იქნება და არავის ენდობა და ყოველ კვირაში ერთხელ ცვლის საკუთარ პოზიციებს უნდოკაცია კი განა არა მაგრამ ასეთი უნდოა რას ედავება ფორმალურად პროკურატურა რეალურად კი კობახიძე და კონცეპტუალურად კი ივანიშვილი ამ დუეტს ღარიბას და ლილუაშვილის დუეტს ხა პარცხალაძე არც უნდა ვახსენოთ ხო რუსია ღიად სახელმწიფო გადატრიალებას და თუ კი რატომ ვერ ვნახეთ ბორკილდადებული პირების კადრები ანუ ფაქტების გარდა იქ 7 მილიონი ამოვიღე 100,000 200,000 ოქრო საათები მინიშნება რომ სწორედ ღარიბაშვილის საათებია ამოღებული მისი საოცარი კოლექციიდან მტკიცებულებების გარდა ეს ყველაფერი გავიგეთ ეს ამბავი გავიგეთ ყველაფერი მაგრამ ეს ბორკილის დადებაც ხომ უნდა მოხდეს თუ ნებისმიერი სახის ბრალი აქვთ მაგთ წარდგენილი ანუ თუ კორუფციაში ედავებიან ან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში მაგრამ რაღაცა ეს კადრები არ გვინახავს და თქვენ არ გინახავთ მეც არ მინახავს შესაბამისად გამორიცხული არაა რომ ბრალწაყენებულებმა ქვეყანა უკვე მიჭირს ამის თქმა მაგრამ დატოვეს და თუ ეს ასეა ან ორშაბათ სამშაბათს თუ ვერ ვნახავთ ბორკილდადებულებს ვიმეორებ თუ კორუმპირებულებმა თუ დატოვეს ან გადამტრიალებლებმა თუ დატოვეს ქვეყანა თუ მოახერხეს ქვეყნის დატოვება და თუ ვერ ვნახავთ კადრებს ესე იგი მოახერხეს მაშინ კითხვა ვინ შეუწყობათ ამათ ხელი
ამ პროცესში, ხო? ქვეყნის დატოვებაში რელევანტურია სუსმა? ანუ დინარაძემ, რომელიც ბრალსდებს მათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოს არ ჩანს გეკა, გელაძე. თავად კობახიძემ თუ პროკურატურამ, თავარი პროკურორის გვარი ვერ დავიმახსოვრე და თუ კი რატომ შეუწყეს ხელი? რატომ უნდა ემუქრებოდეს სასჯელი, კვლავ ვიმეორებ, ერთ რომელიმე დემონსტრანტს 2, 3, 5 თუ 6 წლით, თუ ორგანიზატორი, თუ დამფინანსებელი, თუ ზურგს უკან დგომი გაშვებულია, გარეთაა. ბოსტანია, არა ბოსტანია ივანიშვილის ასე მიაჩნია, მაგრამ ბოსტანია თუ ქვეყანაა. და ამ კითხვების ადრესატი რასაკვირველი არა, არც კობახიძე, არც არავინ. ადრესატი არის მხოლოდ ივანიშვილი. გარდა ივანიშვილისა, ამ ყველაფერს ვერაფერს გადაწყვეტდა, გარეშე არაფერი ხდება, არაფერი წყდება მის გარეშე ამ ქვეყანაში და მეტიც წვრილმან საკითხებზე, აქამდე ხო ასე იყო, რომ წვრილმან საკითხებში არ ერეოდა, ახლა წვრილმან საკითხებსაც კი სწორედ ის აკონტროლებს, სწორედ ის წყვეტს, სწორედ ის ამბობს და იჭირეთ ეს დემონსტრანტი ამოალპეთ ის პატიმარი პაპუაშვილო შენ გალანძღე მთელი დასავლეთი გელაძე შენ გამოუწერე ჯარიმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კალაძე შენ უმასპინძლე კადიროვშინას და შენ დაალაგემასთან მიქანაძე დაწერე ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა რომელიც რეალურად დაღუპვა სწორედასრომ განათლებისა რუხაძე ირაკლი რუხაძე იგულისხმება შენ გააправე ეს ყველაფერი და კობახიძე კი შენ ჩაუდექი ამ ყველაფერს სათავეში შენ უხებწვანილე გააუქმეთ პარტიები და იჭირეთ ყველა დაასრულეთ რუსთაველის გამზირის პროტესტი ეს არის ბიზნეს გარეკვა ბიზნეს სურვილუკების ნაწილი გითხარით ახლა ხაწელკი სურვილუკები და ასე შემდეგ მაგრამ კითხვა როდემდე ეყოფა მას რესურსი აი ესაა მთავარი კითხვა და მე ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე მაგრამ ჯერ კიდევ ერთი დეტალი უფრო კი რაკურსი რომელიც ღარიბაშვილის დასჯის მიზეზების ამოხსნაში მოგვეხმარება რეალურად უფრო ზუსტად ამ ვერსიის თანახმად ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ივანიშვილის ჯის არა იმიტომ რომ რომელიმე მათგანმა რამ დააშავა ან კორუფციაშია გახვეული ან გადამტრიალებელია ან გადმომტრიალები არ გეგონოთ არამედ იმიტომ რომ ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში არამედ იმიტომ რომ რომელიმე ერთი ამბავი კობახიძე მოჩურჩულა ფობიებით შეპყრობილ ოლიგარქს ხურში და ამ უკანასკნელმაც რომელიც ჭორვილიდან არის და ჭორებს უჯერებს ხო ყველაფერი დაიჯერა ირწმუნა და ოდესღაც შვილობილი ირაკლი ღარიბაშვილი ამიტომ გასწირა სწორედაც რომ დიახ თავისთავად კორუმპირებული ღარიბაშვილის დასჯის მიზეზი მართლა შეიძლება იყოს გაგიკვირდება და ჭორაობა სწორედაც რომ ჭორაობა მასზე ხო მასზე ანუ ღარიბაშვილზე ჭორაობა რაზეც ბიზნესი ნამდვილად გიждდება გარეკილია კამნიატაკზე უნდა ჭორები უყარს რომან გოციძის ხვაშოვის წერს ამასთან დაკავშირებით ივანიშვილისთვის ციტატა ივანიშვილისათვის ხურში ჩაჩურჩულებული ჭორიც კი რომ ვიღაცას რომელსაც ასვა აჭამა ქვეყნის ქონება და ბიუჯეტი საჯიჯგნად მიუგდო და ამით მილიონები აშოვნინა უნდა მისგან დისტანცირება აი ეს რომ უნდა ვიღაცას დისტანცირება თუნდაც იგივე სანქციების შიშით ანუ ღარიბაშვილს თეორიულად ხო შეიძლება ეშინოდეს სანქციებისა და დისტანცირება უნდადეს და მშვიდი ცხოვრების სურვილი გაუჩნდა ხო უკვე დანაშაულია ეს ივანიშვილისთვისო ამბობს ბატონი რომანი და ძნელია რომ ამ ვერსიას მოდი ასე ვთქვათ არ დაეთა არ წახვე არ არსებობენ ყოფილი და მოქმედი ხმები ამბობს ბატონი რომანი ვინც მის გარემოცვაში იყო ბოლომდე მონად უნდა დარჩეს მას და მის რეჟიმს უნდა ემსახუროს და თუ საჭირო გახდა სამარეშის უნდა ჩახვეს მას ანუ ოლიგარქს და ახლა მივადექი მთავარ სათქმელს კიდევ ერთხელ ვიკითხოთ როდემდე ეყოფა მას რესურსი და ვადის დროის განსაზღვრა ცხადია ამ რაკურსი თუ შეიძლება ცხადია შეუძლებელია როდემდე რა ვიცი მე ცხადია შეუძლებელია აი რაც შესაძლებელია ესაა პასუხი ასეთი ივანიშვილს რესურსი წურება თუ ჩვენ მე და თქვენ ჩვენ ქართველები აფხაზები ოსები ქართველი სომხები ქართველი აზერბაიჯანელები და უკვე საქართველოს კუთხეების შვილები ხო კახელები ქართველები მეგრელები და ასე შემდეგ ვივარგებთ ჩვენ თუ ვივარგებთ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ მართლაც ვივარგებთ
ეს ფაქტია. ვიდეო როლიკი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მათ, ანუ ქართველი რუსების გარეკილობაზეცაა და ამ ვიდეო როლს გაჩვენებთ და გემშვიდობებით.